დილამშვიდობისა ლიკუნა და დილამშვიდობისა ადამიანო დღეს დილით რომ გავიღვიძე თვალები რომ გავახილე ესე გავიფიქრე ახლა ავდგები ვიცი რომ გარეთ ძალიან ცივა მაგრამ ავდგები ჩავიცვამ თბილად თმას დავივარცხნი მოწესრიგდები და გავეშურები გარეთ ჩავრთავ კამერას და ვისაუბრებ რასაც მინდა და როგორც ხედავთ მარტო მე ამღვიძავს თენდება და სხვა ადამიანებსაც ღვიძავთ რაც ძალიან მახარებს ასე გავიფიქრე ძალიან სპონტანური იყო ეს და მაინც დღეს არ გეგმავდი თუმცა ბოლო დღეებში ვფიქრობდი რომ ეს ქარი რო ჩაწყნარდება და ყინვები უნდა ვიარო და დავითვალო ნაბიჯები რა იგულისხმება ამაში რა თქმა უნდა ის რომ დავუთმო ჩემს თავს არა მარტო საღამოს დრო იმიტომ რომ მე საღამოს ძალიან საკუთარი თავისთვის ხოლმე არამედ დილის დროც როცა გავიღვიძებ რომ 1 საათი იყოს ასე ვთქვათ ჩემი გამოღვიძების ჩემი ფიქრების მობილიზებით საკუთარ თავზე დაკვირვების და აი ამ ყოფნის დაფიქსირება და შეგრძნება დაფიქსირება ცოტა ისეთი სიტყვა შეგრძნება რომ მე ვარ და ვარსებობ და ამ წამს არაფერი სხვა ხალდებულება გარდა იმისა რომ შევიგრძნო ეს არ მაქვს დიახ აი ესე გადავწყვიტე ეს ჩემი არხი მესიაკონი არც ეს ვიდეო და არც ერთი ვიდეო არ ჩაიწერება და არ იწერება იმისთვის რომ მინდა უბრალოდ რომ აღნიშნო ეს იმისთვის რომ ვინმეს თავი მოვაწონო ვინმესთვის ისეთი გამოუჩნდე არ ემსახურება ეს იმას რომ აკმაყოფილებდეს რაღაც იმ სტანდარტებს რომელიც ასე ვთქვათ დააგროვებდა ბევრ ნახვებს იქნებოდა საინტერესო იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც ზოგადად რეალურ ცხოვრებაში არ არის საინტერესო მსგავსი თვითგამოხატვა ასე დავარქვევ და ვისთვისაც მე არ ვარ საინტერესო მათთვის განსაკუთრებით არ არის ეს ვიდეო ეს არის პირველ რიგში ჩემი თავისთვის საკუთარი თავისთვის რომ ვესაუბრო ჩემს თავს რომ დავაკვირდე ჩემს თავს რომ აი ამ პროცესებით ასე ვთქვათ შევძლო თუკი ადამიანი შორდება რაღაც მიზეზებით საკუთარ თავს თუკი პრობლემები გვაშორებს ხელები გამიყიდა გვაშორებს საკუთარ თავს და გვავიწყდება ჩვენი სულიერი შინაგანი მხარე რომელიც მართლაც რომ გადამწყვეტად მნიშვნელოვანი არის ჩვენს ცხოვრებაში ზოგადად როგორები ვიქნებით სხვა ადამიანებთან როგორ მოვიქცევით როგორი დამოკიდებულებები გვექნება რას გავცემთ და საერთოდ ვინ ვართ ამ ცხოვრებაში მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან ბევრჯერ დიდხანს არ მქონდა დრო ალბათ იმიტომ რომ მეც ესე ვფიქრობდი რომ აი ახლა მას გავაკეთებ ახლა ეს არის მნიშვნელოვანი გემობა ან რაღაც ნაბიჯებს რო გადადგამ ცხოვრებაში და მე არც ისე კარგად გამოგივა და მე იმას გამოსწორება სჭირდება დრო სჭირდება მოკლედ ყველაფერი მოითხოვს ჩვენს ყურადღებას ამ ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერი და ხანდახან ისე აღმოჩნდება რომ საკუთარი თავისთვის არ გვცალია. გვავიწყდება ჩვენი სურვილები, გვავიწყდება ჩვენი ოცნებები,
გვავიწყდება ჩვენი მიზნები, გვავიწყდება უბრალოდ ჩვენი ადამიანური შინაგანი. მოდი ესე წავალ. სულ ესე დავდივარ ხოლმე და აი ამ გზით ვიდივარ. ეს არის 15 იანვარი 2026 წელი. დილა. ალბათ 8:30 იქნება უკვე, მაგრამ როგორც ხედავთ, ნახეთ. ხო. და ხანდახან თუ ადამიანს გარდა იმისა, რომ დილით მიღვიძებ და ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრება იწყება და ესე ცხოვრება ყველას გვაქვს. ზოგს როგორი და ზოგს როგორი ზოგს შვილები ვისაც ყავს ბავშვებს ამზადებენ ბაღისთვის, სკოლისთვის, მერე სახლი, მერე ისევ ბავშვები, სამზარეულო, გარეცხე დაალაგე, ამას ყველა ვაკეთებთ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი და ისედაც ის ნაწილი, რომელსაც ძალიან დიდი დრო მიაქვს. დიდი დრო მე არ გულისხმობ ადამიანებს, არამედ იმ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ. რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიცხოვროთ. ამიტომ ვფიქრობ ადამიანს რომელიც იღლება, ადამიანს რომელსაც აქვს ბევრი პრობლემა, ადამიანს რომელსაც აქვს საკუთარ თავთან პრობლემები, გულისხმობ რაღაც მომენტებში საკუთარი თავის დაკარგვა, რაღაც მომენტებში мотиваციის დაკარგვა, გადაღლა, ასე ვთქვათ, სულიერი კრიზისები, ისეთი დეპრესია, უამრავი ისეთი რაღაცა არის, შფოთვები არის. შფოთვები ძალიან გავრცელებული არის. პანიკური შეტევები და შფოთვები გამოწვეულია სწორედ რომ აი ამ სტრესისგან, რომელსაც ჩვენი ვალდებულებებით და პასუხისმგებლობებით სავსე ცხოვრება იწვევს. გასაგებია უფრო მარტივად რომ შევხედოთ ყველაფერს და ხანდახან შევხედავთ ხოლმე, რა თქმა უნდა, როცა უკვე ჩვენი ფსიქიკა და ჩვენი ჯანმრთელობა სხვა საშუალებას აღარ გვაძლევს, ისევ გამოვიცვლი ყველს, ეს ხელი დამეღალა და გამეყიდა. და თქვენი აზრით, ახლა მე რომ დავდივარ, რას ვაკეთებ, თან საუბრობ, ჩართული ვარ თქვენთან ურთიერთობაში, საკუთარ თავთან საუბარშიც, რა თქმა უნდა მე შემიძლია ისე ვისაუბრო კამერაში, თითქოს ჩემ თავს ვესაუბრები, რადგან ვიდეო დღიური დავარქვი ამას, მაგრამ ეს ცოტა სხვანაირი ვიდეო დღიური გამოდის, რომელიც სხვა ადამიანსაც შეიძლება რომ გამოადგეს და ამიტომ მე ვერ მოვიქცევი, სედა ვერ ვისაუბრებ, ისე თითქოს მარტო ვარ, რადგან ეს შეგრძნება არ მაქვს. აქედან გამომდინარე ყველაფერი, რასაც აქ ვიტყვი იქნება ძალიან გულწრფელი, რასაც ვფიქრობ, რასაც განვიცდი, რასაც ვგრძნობ და შეიძლება ვინმესთვის ეს არ იყოს საინტერესო და არც არის საჭირო რომ იყოს საინტერესო, იმიტომ რომ მარტო ის ადამიანი უნდა მოვიდეს. მარტო იმ ადამიანმა უნდა მომისმინოს, უნდა არა. ის ადამიანი მომისმენს, რომელსაც რაღაც უბიცგებს ამისკენ, რაღაც მიიყვანს აქამდე. თუ უნდა გამორთავს, ესე მიაჭერს და გამორთავს სიტყვის, რომ ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, რაში მაინტერესებს, ახლა ვიღაცა ლიკა გამიშღერეს ესეთი რაღაც, რომ ეს ჩემი წამოწყება, ასე დავარქვათ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ჩემი ბავშვური ნაწილი, ამ არხის გაკეთება ცალკე. ჩემი ბავშვური ნაწილი, ჩემი შინაგანი, რომელიც შეიძლება რომ ვიღაცისთვის ისეთი საინტერესო არ იყოს და მე არ მინდოდა რომ ასე ვთქვათ იმ დოზით, როგორც შეიძლება ამის სურვილი მქონდეს, ვინმესთვის თავს მომეხვია ეს და ეს მეორე არხი სწორედ იმ ადამიანებისთვის გავაკეთე, მაგალითად, რომლებმაც ერთ-ერთმა ძალიან მშვენიერმა გოგომ ესე მითხრა, შევხვდით ერთმანეთს და ესე მითხრა, რომ ძალიან ვთხოვ მეორე არხს მიაქცე ყურადღება, დაიწყე
არის ფიქრო რომ რაღაცა არ არის საჭირო ან რაღაცა ხანდახან მქონია ესეთი პერიოდები რა თქმა უნდა არ იყო მარტივი არც ერთი ვიდეოს ჩაწერა ისეთი პერიოდები მქონდა რომ ერთმანეთის მიყოლებით მიჭირდა რაღაცების გაკეთება ამოშენიერესმა გოგომ მითხრა რომ ეს იყო ძალიან საინტერესო მისთვის რომ მას ძალიან უნდა რომ უფრო მეტი გაიგოს უფრო მეტი მოისმინოს და რამოდენიმე ადამიანი არის ასეთი რომლებმაც საერთო რაღაცა ნახეს რომლებისთვისაც სასურველი არის და საჭირო რომ მათთვის რაღაცა მნიშვნელოვან განწყობას ქმნის ჩემი მოსმენა ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ეს გაზიარების სურვილი და ასე ვთქვათ მარტო ჩემი თავისთვის რომ არ ვაკეთებ ამას რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი თავისთვის ვაკეთებ მაგრამ როცა ვიცი რომ ვიღაცა მომისმენს და არ ვიცი როგორ ჩანს კამერაში ალბათ არ ჩანს ზალამასია ხისით ბავშვობაში ნახეთ ბავშვობაში ესე თავს ავწევდი ხოლმე და მივდიოდი და ზევით ვიყურებოდი რომ ეს მოძრაობდა ეს ხედა ახლა ნახეთ როგორ შეიძლება იგივეს გაკეთება აი ასე ხო მოკლედ არ არსებობს ეს არხი იმისთვის რომ რაღაცა წარმატებას ახლა როგორც არის მიღებული ისთვის რა არის წარმატება და რაღაცა ისეთი მიღწევები იყოს არსებობს იმისთვის რომ უბრალოდ იყოს უბრალოდ გამოიწვიოს ის გრძნობები ის ემოციები რომელიც უკვე არის ადამიანში და საჭიროებს ასე ვთქვათ გამოღვიძებას შეფხიზლებას აი უბრალოდ რაღაცა კავშირის დაჭერას ახლა მინდოდა მეთქო გონებაში კონექტი მეთქი საერთოდ არ ვიყენებ აი ამ ინგლისურ რაღაცა ვცდილობ რომ ქართულში არასოდეს როცა ვსაუბრობ ქართულად არასოდეს არ გამოვიყენო რაიმე სხვა ესეთი სიტყვათა რა თქმა უნდა რომელიც უკვე დამკვიდრებულია და გამჭდარი არის ენა მაინც ცოცხალი ორგანიზმია მაგრამ ვცდილობ რომ ეს რაღაცები არ გამოვიყენო თუმცა ეხლა რაღაცაა ტვინში ესე იყო რა აი კონექტი მეთქვა მაგრამ ესეც აღვნიშნე ძალიან ხო ზუსტად აღწერს თითქოს აი ერთი თავისებურება აქვს აი ამ უცხოენიდან აღებულ რაღაც იყავს რომ თითქოს უფრო ისე ამ დროში რომელშიც ვიმყოფებით აღწერს თითქოს ერთი სიტყვით ამბობს თუ რას გულისხმობს ადამიანი თორემ რა თქმა უნდა ქართული ისეთი მდიდარი ენა არის რომ რომელი ენა შეიძლება რომ დაეხმაროს მას თავის სათქმელში თუმცა უკვე ხდება რატო ეს ლენტა ესე არის ხო როგორც ხედავთ მანქანება დაიწყოს უკვე მოძრაობა ხო და ფეხით გაჩერებასთან ზევით კი შემხვდა რამოდენიმე ადამიანი აქეთ არ უნდა შემხვედრია ჯერ აი ასე ჩემოკარგებო ხო ახლა კიდე გამახსენდა ის რომ თურმე ვისაც უნდა დაკავდეს სირბილით ან სიარულით ნელი სწრაფი ნაბიჯებით და სხვათა შორის არც ისე ნელად დავდივარ მე ახლა საკმაოდ ძალიან სწრაფი ნაბიჯები არ არის მაგრამ ამბობენ რომ ის გაკეთება სხვა ადამიანთან ერთად გაცილებით უფრო პროდუქტიული და სასარგებლოა რადგან ასეთ დროს ადამიანი კომუნიკაციაში არის მეორე ადამიანთან და ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებს, ემოციებს,
ასევე სიარულის ან სირბილის დროს როცა ეს ხდება კომპლექსურად ურთიერთობა, საუბარი, აზრების გაცვლა, ემოციები ირთვება და თან ფიზიკური აქტივობაც ხდება. თურმე არის გაცილებით უფრო სასარგებლო და პროდუქტიული, რადგან ადამიანის სუნთქვა უფრო გახშირებულია, უფრო ინტენსიურად სუნთქავს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ახსნილი ვიდეოში, არ ვიცი ხა რამდენად კარგად ახსენი, მაგრამ სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს мотиваციასაც აძლევს ადამიანს, ხო? თუ თქვათ მარტო ეზარება, ან ადამიანი როგორც არის მიჩვეული, უფრო ისე ფუნქციონირებს მაინც და რაღაცა უნარჩვევების დანერგვა არის ძალიან რთული. მაშინ, როდესაც მე ისევ გიწევს იქ დაბრუნება და იგივე რაღაცების კეთება, მაგას ვერავინ ვერ გავექცევით. თუნდაც იგივე სამსახურში სიარული, სამსახურის შეცვლა კიდე შეიძლება, მაგრამ თუ ამ მომენტში არ შეუძლია ადამიანს. და არის რაღაც ვალდებულებები, რომლებიც კიდევ ხანგრძლივი დროით გვექნება, ხო? ამას გულისხმობ. მივხვდი, რომ ძალიან გამიხშირდა სუნთქვა და მე ვფიქრობდი ნეტავ, რომ ლაპარაკობდი თან ესე გახშირებულად სუნთქვა, როგორ ისის ვიდეოში. ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, რაღაცა შეიძლება ამ დროს ამაზე საერთოდ არ უნდა ვფიქრობდე, მაინც ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რადგან ავირჩი ასეთი თვითგამოხატვის ფორმა და ასეთი არჩევანი გავაკეთე, რომ სხვა ადამიანებს ვეკონტაქტო, რა თქმა უნდა ვითვალისწინებ იმასაც, რომ ისინი მიყურებენ, ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ პატივისცემის ამბავი და არა ის, რომ ვინმეს თავი მოვაწონო, ეს შინაგანად ესე მაქვს, როგორც რეალურად ცხოვრებაში, ასევე რა თქმა უნდა კამერას რო ვრთავ. არანაირი განსხვავება არ არის ჩემთვის. სულ ეს არის. ეხლა თუ რამე ისეთი მოხდება და ძალიან გაბრაზებული ვარ რაღაცა, ვცდილობ, ვსწავლობ, უკვე დიდი გოგო ვარ. და განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე წელიწადში რაღაცეები გავაცნობიერე და ვსწავლობ. ჩემი თავის იმედი მაქვს. და ხა ის სიტყვები გამახსენდა, რომ რა აზრი აქვს არა, ვერ განვითარდაზე, ანუ არხის ვერ განვითარებაზე, უცებ გამეღიმა. ჩემთვის ვიჯექი, რომ წავეკითხე, რატო ვერ განვითარდა? იმიტომ რომ ხალხს არ აინტერესებს, არ არის საინტერესო არსებობა, არ არის საინტერესო ეს თემები, არ არის საინტერესო ჩვენ ვიღვიძებთ რაღაცა, არ არის საინტერესო იმაზე საუბარი, რა გვაწუხებს, ემოციებზე, განცდებზე გამახვილება. ეს ძალიან რთულია, რომ გამოხატო ემოცია კი ნამდვილად ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ ჩემს ირგვლივ და ბევრი შემხედრია, ვისაც მართლა არ შეუძლია, ისინი მოგიყვებიან ძალიან ბევრ ამბავს, სად იყვნენ, როგორ შვილიდან იქაბენ, რა მოხდა, ძალიან ბევრ ამბავს ნახეთ გათენდა. ძალიან ბევრ ამბავს მოგიყვებიან, მაგრამ თქვენ ვერაფერს ვერ გაიგებთ ემოციურად. ეს არ იქნება თქვენი ემოციური მხარდაჭერა, ან мотиваცია, ან რაღაცა мотиваცია შეიძლება იყოს თქვათ, რაიმე კერძი მოამზადოთ, იდეა მოგაწოდოთ ფილმი. ან რაიმე ისეთ ადგილას თუ იყო ვიღაცა, სადაც რამე იყიდა და თქვენ წახვიდეთ იქ. ან არ ვიცი, რა შეიძლება კიდევ იყოს ისეთი, რომელიმე წიგნი გაგიზიაროთ ადამიანმა, რომელიმე ფილმი გაგიზიაროთ, რაღაცა ესეთი, მაგრამ თუკი ერთი ადამიანი უცებ გამოჩნდება და საუბრობს, ეს შემთხვევით ხო არ ხდება, შემთხვევით არაფერი არ ხდება. ის საუბრობს თავის ბავშვობაზე, რომელსაც შეიძლება ბევრს არ შეუძლოს. ან შეიძლება ბევრ მოიფიქროს, რომ მას რო რაღაცა აწუხებს,
ამაზე ლაპარაკი, ან სირცხვილია, ან არ შეიძლება, ან ვიღაცა დასცინებს, ან ვიღაცა დაიწუნებს. ასევე უბრალოდ ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს რაღაცა ჩახშობილი, ჩათრგუნული ემოციების და განცდების გამონთავისუფლება და თუ კი შენ ამას გააკეთებ, იმიტომ რომ შენ გინდა ეს და ასევე შენ გაქვს სურვილი რომ სხვასაც გავხსნიან, მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის მინიმუმ და მეორეს მხრივ ძალიან სასიკეთო არის შენთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, რომელიც შეიძლება რომ ამ მომენტში რო არ ქონდა мотиваცია, ამ მომენტში რო ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, შეშინებული იყო, ვერ ბედავდა რაღაცას, უცებ რაღაცნაირად მიეცი ფიცკი. რაღაცნაირად. და მე გეტყვით კონკრეტულად ჩემს თავზე, როგორ გამოვცადე ეს და როგორ დამეხმარა, სწორედ რომ აი ასეთი ადამიანი, რომელიც ესე გაჩნდა რამოდენიმე წლის, რამოდენიმე წელი, 1-6 წელი გავიდა, მაგრამ ხო, 6 წელი გასულა, ხო, 6-7 წელი. გეტყვით რას გულისხმობ. გამოვედი თავარ გავბრუნდები. იმიტომ რომ იქით მხარეს არის კიდე ერთი გზა, მაგრამ იქ ძალიან ცუდი ეს არის. შუა გზაზე უნდა ვიარო, სადაც მანქანები დადიან სულ და აქეთ შედარებით მიუხედავად იმისა, რომ ესე აყენია მანქანები, ისეთი ხო, იმდენად ბევრიც არ არის. ამიტომ გავაგრძელებ აქ სვლას. ნახეთ. ამ ბოლო დროს ყველგან ხდება გული. ყველგან. აი. ეს არის შემოგარგებო. ახლა მე ეს დავინახე და კარგი ემოცია გამოიწვია ჩემში და ვიღაცაში ვინც დაინახავს შეიძლება რომ ასევე კარგი ემოცია და რაღაცა ესეთი ფიქრი გამოიწვიოს. გულებმა. გამიცინე იმაზე რომ ეს შევიხსენი და ქურთუკით შევიხსენი და ზედაც. იმიტომ რომ გავთბი ამდენ სიარულში. ხო, რას გულისხმობდი, სანამ ხო სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი 6 წელი. ხო და სანამ მოვიკრებდი გამბედაობას, იმამაცეს და საერთოდ გადაწყვეტილების მიღების წამი და მომენტი დადგებოდა. რაც ჩემთვის მაშინ ძალიან წარმოუდგენელი იყო. გეფიცებით იმის ენერგია და ძალაც არ მქონდა, რომ გამეფიქრა, რომ აი ახლა მე გადავასაცხოვრებლად. სადმე უბრალოდ სხვა ქალაქში თუნდაც არათუ ისევ დაბრუნებულიყავი საქართველოში, თუმცა საქართველოში დაბრუნება სულ მინდოდა ყოველდღე. სულ მინდოდა. უბრალოდ მივხვდი რომ ამის ახსნა შეუძლებელი. რა ლამაზია. არაფრით არ შემიძლია ისე არსებობა. ნახეთ, მაინც რაღაცას მაინც მიიქცევს ჩემს ყურადღებას. ხო. ესე იგი. სულ მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ჩემთვის იმ დროს წარმოუდგენელი იყო, თუნდაც ის რომ მე სხვა ქალაქში გადავიდე, იყო ეგეთი აზრებიც, შემოთავაზებაც, რომ მე და ჩემი ყოფილი ქმარი დავშორდით ერთმანეთს. ჯერ კიდევ, როცა იქ ვიყავი და არა წამოსვლის დროს, მანამდე 2 წელი ისე ვიცხოვრე ჩემს ყოფილ დედამთილთან ერთად, მარტოებმა ბავშვებთან ერთად. და ჩემი ყოფილი ქმარი ისე მოდიოდა ხოლმე ბავშვებთან, მიყავდა იქით მოკლედ, ხო ესე იშვიათად ხედავდით ერთმანეთს, ფაქტიურად ხო მეზობლებთან უფრო ხშირი კონტაქტი მქონდა, ასე ვთქვათ. კონტაქტზეა საუბარი, უბრალოდ კომუნიკაციაზე. აუცილებლობის გარდა არაფერი არ იყო ჩვენ შორის. ხო.
მაგრამ რადგან ძალიან პატარა იყო ჩემი ბავშვი, ლუკაჩომ. ელაც პატარა იყო. არ იყო ისე თან დიდი, მაგრამ ლუკა ბაღშიც არ დადიოდა ჯერ. ელა დადიოდა ბაღში უკვე. მე დამჭირდა დათმენა, მოთმენა, მე საკუთარ თავზე, ასე ვთქვათ, ემბრაზის დამშვიდება, რომ გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე საშინლად, რომ როგორ მოხდა ასე. ეს რატომ, როგორ ვიდანაშაულებდი თავს, იმიტომ რომ ძალიან ვოცნებობდი, ძალიან მინდოდა რომ მქონოდა ოჯახი, ჩემი ოჯახი. მე მგონი ეს არის ყველა ადეკვატური, ნორმალური ადამიანის ყველაფერი. ჩვენ ყველანი მოვდივართ იქიდან, სადაც რასაც ქვია ოჯახი და სადაც ვიზრდებოდით, სადაც ვისწავლეთ საუბარი, ვისწავლეთ ყველაფერი. ამ სამყაროს შევხვდით. ის იყო ჯერ ჩვენი სამყარო და მერე გამოვედით აი ამ დიდ სამყაროში. და ყველა ადამიანი შემდეგ ქმნის თავის ცხოვრებას. მოკლედ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, არ გავაგზავნე ხალხის სხვა თემაზე არ გადავიდე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი ჩემს თავზე, დასტრესილი, დაღლილი, მერე დეპრესია მქონდა, მშობიარობის მერე ძალიან გამიგრძელდა. 3 წელი უძილობა მქონდა, ორსულად როცა ვიყავი, ხო საერთოდ არ მეცინა ღამეები და მშობიარობის მერე ტრავმაც მივიღე, რაღაც და მოკლედ არც ისე კარგად ვიყავი ჯანმრთელობის მხრივ და ყველაფერმა ძალიან იმოქმედა და მეგონა რომ აი ნაბიჯის გადადგმაც კი ძალიან რთული იყო და აი სად წავიდე, რა ვქნა. თან მქონდა ეს ფიქრები რომ ვისაში აინტერესებს ახლა მე სად ვარ, რას ვაკეთებ, ვარსებობ თუ არ ვარსებობ და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ შეუძლია. თან ახლა მე ისეთი ხასიათი მაქვს რომ უყურებოდი არავის არ თქო არაფერს, არ თქო დახმარებას, არ თქო არაფერს. ერთ დღეს უბრალოდ არ ვიცი რა მოხდა ჩემში. გავიღვიძე თან ამას ერთვოდა ისიც რომ ყოველთვის ვიყავი ფორმაში, ასე ვთქვათ, ფიზიკურად და არასოდეს არ მქონდა ასე წონის პრობლემა და ჩემი ვიზუალი ხა რაღაცა იმად არ მიმაჩნდა ჩემი თავი, მაგრამ სრულად მაკმაყოფილებდა თან ჯანმრთელიც და ხო მოკლედ ასე მსგავსი რაღაცის პრობლემა არ მქონდა და რომ მოვიმატე ყველაფერი შეიცვალა. ამან ძალიან იმოქმედა, უფრო მეტად დამსტრესა და მეგონა რომ აი რა უნდა დავიწყო, სად უნდა წავიდე, რა უნდა გავაკეთო, რითი უნდა დავიწყო, რა შევძლებ. თან ამას ერთოდა ისიც რომ აი რა თქმა უნდა კაცები ზოგადად ეგრე ცდილობენ რომ დაგაჯერონ თორემ თვითონაც არ შეერათ იმის განეწყენებული როცა არის რომ აი არ უნდა რომ წახვიდე, იმედი აქვს რომ შეურიგდებიან და დაბრუნდები, ჯერ კიდე იქ მყოფი რო ხარ და დაბრუნდები, მაგრამ მე არ მინდოდა რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი მქონდა ეგ რომ წავალ სადმე თუ არ წავალ, მაინც იმ ადამიანთან არ ვიცხოვრებ. და რაც უფრო მიმეორებდა რა უთქვამს ეს სიტყვები და მეც მქონდა იგივე განცდები რომ აი მე შევძლები ცალკე წახვიდე ბავშვით ისე აინტერესებს და ერთმანეთს უბრალოდ გავიღვიძე. გამახსენდა რაღაცა ეპიზოდები ჩემი ცხოვრებიდან, რაღაცა სიზმრებიც მქონდა. მე ისეთი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ადამიანი გარდაიცვალა, რომ საერთოდ არ ველოდებოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. ახალგაზრდა, ჩემზე პატარა, ჩემი
ბიძაშვილი რომელიც იყო როგორ გითხრათ აი სიცოცხლით სავსე რომელიც ფიზიკურად ჰქონდა წონის პრობლემა ჰქონდა ბავშვობიდან და იყო ფიზიკურად ძალიან დიდი თუმცა ასაკით პატარა და მიუხედავად ამისა იცით როგორი ენერგიული იყო და როგორ წყუროდა სიცოცხლე და როგორ აი ერთი წამით არ ჩერდებოდა და აი არაფერს არ უსმენდა არ ისმოდა არაფერი რასაც ეუბნებოდი და ახლა ისე მიხარია რომ ახსენდება რომ არ მისმენდა არც მე და არც არავის რაღაცა რჩევებს რო ვაძლევდი ხოლმე და რა თქმა უნდა მე მასზე ვზრუნავდი და მინდოდა რომ მისი ცხოვრება ყოფილიყო კარგი ადამიანების ირგვლივ და იმიტომ რომ იყო ძალიან ადამიანების მოყვარული, ძალიან მდობი, ძალიან კეთილი, ძალიან, აი, როგორ გითხრათ, ძალიან ალალი და კეთილი. და ახლა მიხარია რომ ახსენდება, რომ ნამდვილად არავის არ უსმენდა და იმიტომ რომ ჩვენ არავის არ უნდა მოусმინოთ ხალხო, მისი ცხოვრება ისე უცებ. აი უბრალოდ ავად გახდა დააწვინეს ავადმყოფოში ეს ენერგიული უამაზესი უამრავ ადამიანს რო უყვარდა ესეთი გოგო და ცოტა ხანში წავიდა და მორჩა ამით დამთავრდა ეს იყო ჩემთვის აი ჩემი დის გარდაცვალების მერე თუმცა ჩემი დის გარდაცვალება ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა რამე იყო მაშინ სიცოცხლეზე კი არ ვფიქრობდი, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი. სულ მეშინოდა, რომ დედა არ მომიკვდეს, აი ამ შიშით ვიყავი შეპყრობილი და ტკივილის განცდაც ვერ შევძელი, იცით, აი ტკივილის, რომ აი ჩემი და ვერასდროს ვერ ნახავ. მე რაღაცა დრო რო გავიდა, რამოდენიმე წელი, მე უფრო გაიღვიძა ჩემში და რაც დრო გადის, ეხლა რომ მახსენდება ხოლმე, უფრო მეტად იღვიძებს ჩემში ეს რა აი რა მოხდა მაშინ. ნამდვილად. ჩემი ბიძაშვილის გარდაცვალებამ დამარწმუნა იმაში, რომ მართლა არავის არ უნდა მოусმინო. არავის არ აინტერესებს შენ რას გრძნობ რეალურად. იშვიათად. რა იქნება შენს ცხოვრებაში, როგორ იქნება, არავინ არ იცის, როდის დასრულდება შენი სიცოცხლე, როდის რამდენი დაგრჩა, არავინ არ იცის. მარტო ღმერთმა იცის. მორჩა, ალბათ ღმერთმა იცის. და მაშინ ვიფიქრე თან პარალელურად უკვე რა თქმა უნდა მქონდა ფიქრი დაწყებული იმაზე რომ მეზრუნა ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე და დავიწყე ვარჯიში დაწყებული მქონდა ეს ამბავი რომ მოხდა ამით ცოტა რაღაცნაირად შემარყია მაშინ ასევე ვიყავი ისეთ შევედი ლიტერატურულ ჯგუფებში მე ხოლმე წერდი სულ და ეს მიგდებული მქონდა არც კითხულობდი არც წერდი არა და ანუ ეს არის ჩემია ნამდვილად და ამას უნდა ვაკეთებდე ძალიან ბევრს კითხულობდი და წერდი ზოგადად ადამიანს როცა რაღაცის ნიჭი გაქვს და იმას არ აფასებ რა მადლიც ღმერთმა მოგცა ეს არის ყველაფერი რაც ნიჭი ჩემთვის არის სიკეთე. მე მგონია რომ ადამიანი ნიჭით რო არის დაჯილდოებული, ეს არის სიკეთე, რომელიც ღმერთმა მას მისცა. ამას როდესაც გვერდსული არაფასებ, რაღაცა არ ექცევი მაინც და მაინც მადლიანად. იმას ეს მე სხვანაირად გიტრიალდება და გულსადკენი და ესეთი ხდება შენთვის. აი მაგალითად როგორც შეუძლია რომ შენი ნიჭის ასე ვთქვათ გამოვლენამ, თვით გამოხატვამ, ადამიანის რეალიზებამ, განვითარებამ მოგანიჭოს ბედნიერება, სიკეთე შენ და ასევე ირგვლივ მყოფებს და სხვა ადამიანებს.
ასევე ამის არ განვითარება და უარყოფა და არ მიღება ან უბრალოდ დაიგნორება იქნება პირიქით, რა თქმა უნდა. ზევდიანი დარდიანი გულს მოგიკლავს ამაზე ფიქრი, რომ არ აკეთებ შენ საქმეს, იმას რაც შენი სულისთვის და შენი შინაგანი სულიერი ადამიანისთვის არის. დაინტერესებული ვიყავი ფსიქოლოგიით და დავიწყე კითხვა, ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაციის მოძიება, ძალიან კარგად ვარჩევდი, რა მჭირდებოდა, რომელ სივრცეში მჭირდებოდა მყოფნა, რომელ ადამიანებთან კომუნიკაცია და იყო რამოდენიმე ადამიანი და განსაკუთრებით ერთი-ორი გოგონა ერთ გოგოში კი ძალიან დავინახე ჩემი თავი გეთცებით, ოღონდ იცით როგორი ნაწილი, რომელიც საერთოდ სადღაც მქონდა ჩემში ამალული. თითქოს აი რაღაცა ფარდა იყოს ჩამოშობილი და იმის უკან რომ იდგეს და ნუ არ ჩამოუშვეს ფარდა და არ გამოვიყენებს. აი ასე. და აი ამ გოგონას აღმოჩენა. ვაკვირდებოდი მას და შევედი კიდეც მასთან კომუნიკაციაში. ცოტა. როცა ჩამოვედი, ერთხელ ვნახე ეს ადამიანი. ძალიან მიხარია რომ ეს გავაკეთე, იმიტომ რომ ეს იყო იმ ნაწილთან, ჩემი თავის იმ ნაწილთან შეხვედრა. ეს არ იყო მეგობრობა, რაღაცა ესეთი, რომელიც ურთიერთობა, რომელიც მაინც და მაინც უნდა გაგრძელებულიყო, უბრალოდ მინდოდა რომ მენახა ეს ადამიანი და სახლში დავპატიჟე და მოვიდა ჩემთან. ხო, ეს მე მოხდა რა თქმა უნდა, მაგრამ მანამდე რა ვწყვები, რომ აი ჩემი ბიძაშვილის გარდაცვალება მომცა გააღვიძა ჩემში ის ფიქრი, რომ აი სიცოცხლე ერთია. მანამდეც ხომ მქონდა ეს ცოტა დრო ვიყავი და ვიწექი, ორი თვე ვიწექი და ვერ დავდიოდი თავიდან მისწავლეს სიარული. მეგონა რომ კოჭლობდი და მეგონა რომ სულ ესე ვივლიდი და ამის გამო ვტიროდი ხოლმე. მეგონა რომ ვეღარ ვიცეკვებდი, ვეღარ ვივარჯიშებდი, ვეღარ ვირბენდი, ვეღარ გავაკეთებდი იმ რაღაცებს, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. ჩემი ლამაზი ბიძაშვილი კი ამ დროს როცა მე ცოცხალი ვიყავი, აღარ იყო. მას ძალიან უნდოდა სიცოცხლე. და ის სულ მახსოვდა და მახსოვს. ამიტომ მაშინ თქვი რომ მეთქი, არა, სანამ ცოცხალი ვარ, არ დავნებდები, მე რა არაფერი არ მაქვს, ავდგები და წავალ. და თან მაშინ უკვე ძალიან სწრაფად ეს კორონას პერიოდი იყო, რომ დაიწყო ტალღა. ამან კიდევ უფრო მეტად ეს თითქოს აი ხელი მკრავკნიდან რომ აი წადი, ამოვიჩემე და ძალიან სწრაფად ჩამოვედი საქართველოში. მე და ჩემი შვილები 3 ქვეყნის გავლით ავტობუსებით ჩამოვედით ბათუმამდე. სადაც დაგვხვდა დედიკო. ჩემი დედიკო. ასი ყველაფერს აქვს. ამ არხის გაკეთებასაც და ჩემს არსებობასაც და ვიც გეტყვით ასეთ რამეს, ვისაც ისეთი მდგომარეობა აქვს. სულიერი რომ ვინმესთან მივიდეს და უთხრას რომ აზრი არა აქვს იმას, რასაც შენ აკეთებ. რასაც შენ საუბრობ და საერთოდ შენ რო არსებობ. ამას ნიშნავს ეს, ოღონდ ძალიან გაუცნობიერებლად ალბათ ესე ბოროტულად არა, მაგრამ მაინც ბოროტება არის ეს, რომ ადამიანი როცა რაღაცას იწყებს, რაღაცა კარგის გაკეთება უნდა და არა რაიმე ცუდის შენ მიუბრუნდე და
ესეთი რამე უთხრა. არავის არ უსმინოთ შემოკარგებო, რისი გაკეთებაც გინდათ, შეიძლება დღეს ესე კარგად ვერ ხერხდებოდეს და არ შეგეძლოთ, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება დრო და მომენტი ისეთი, როცა ამას შეძლებთ. მე მგონი უკვე გათენდა ვიდეოც და მოვიდი. აღმართი ამოვედი ახლა და ცოტა აქ არის აღმართი. მე ავირჩიე სიცოცხლე, მე ავირჩიე საკუთარი თავი და რაც არ უნდა მოხდეს ირგვლივ, რაც არ უნდა გააკეთონ ადამიანებმა ეს ჩემზე გავლენას, შეიძლება იმ მომენტში მოახდინოს რაღაცა შემარყიოს, ესე ისე მაგშნობინოს რაღაცები, მაგრამ მე ჩემ თავს არ გავუშვებ ხელს. ხო და მოკლედ ეს სიცოცხლე, რომელიც ვაჩუქა ღმერთმა სამყარომ დედამ და ვიცხოვროთ და ვიცხოვროთ აუცილებლად გამოვიღვიძოთ და რაღაცა მომენტები, რაღაცა ეპიზოდები მაინც შევიგრძნოთ და ვმართოთ ჩვენ თვითონ. როგორც გამოვა ისე შეძლების და გვარად, რა თქმა უნდა, ეხა ხანდახან არ ვიცი რა გავაკეთო საერთოდ, როგორ ვიმოქმედო, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ხომ ყველა ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, ამიტომ ვიღაცა სხვანაირად დაკეთებს, ვიღაცა ისე, ვიღაცა ესე და ერთობლივი, ასე ვთქვათ, გარემო ისეთი არ იქნება. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა, ეს არის თვითონ ადამიანი, ანუ შენი თავი. ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ღმერთმა შენ მოგცა, ეს არის შენი თავი. შენ და რაც შენ გაქვს შიგნით და საერთოდ შენი გამოხატულება, ყველანაირი გარეგანი და შინაგანი რაც მოგცა შენი თავი. და გითხრა, იცხოვრე. შენი არჩევანია. ყოველთვის აქვს აზრი იმის გაკეთებას, რაც გულით გინდათ. და დღეს რაღაცა რო არ გამოდის ისე როგორც გინდათ, არ ნიშნავს რომ ამას აზრი არ აქვს. არასოდეს არ უნდა დანებდეს ადამიანი, სანამ ცოცხალია. მე რა ხდება უკვე? გისურვებთ იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით. თქვენს ცხოვრებაში იყოს ყველა ემოცია განცდა, იმდენად საინტერესო იყოს საკუთარ თავთან ყოფნა, რომ არ გიჩნდებოდეთ სურვილი სხვა ადამიანების ცხოვრების შეფასების და ასე ვთქვათ კრიტიკის და მით უმეტეს რომ ეცადოთ რომ ვინმეს რაღაცა ისეთი უთხრათ რომ ცუდად აღგრძნობინოთ თავი, ან დაეჭოთ და შეატარინოთ საკუთარ თავში, ანუ ეს არის რა თქმა უნდა პროექცია. ეს არის რა თქმა უნდა საკუთარი სისხლზე გადატანა და შენ რა მდგომარეობაშიც ხარ, იმას უზიარებ სხვას. ამიტომაც ეს ძალიან სხვა საკითხია. მე იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, დარჩით თქვენს თავთან და აუცილებლად გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც გინდათ. როცა ცუდად იქნებით, იყავით ცუდად, იგრძენით, შეიგრძენით ყველანაირად. აუცილებლად გამოჩნდება გზა და გააგრძელებთ. წავედი ახლა ბედნიერი დღე. და სიცოცხლე მართლაც რომ საინტერესოა და რაც არ უნდა უინტერესოთ მოიჩვენოს ვინმეს არსებობა საუბარი და ასე შემდეგ ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც დაინახავს საკუთარ თავს, ვინც იგრძნობს საკუთარ თავს, ვისაც საერთო ექნება. აბა თქვენც ბედნიერად.